ვინ არ იცნობს ბობ მარლის? ის ხომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეგი მომღერალია ისტორიაში. მაგრამ სანამ ის მთელ მსოფლიოში გახდებოდა ცნობილი, მისი ცხოვრება დაიწყო პატარა ადგილას, იამაიკაზე. რობერტ ნესტა მარლი დაიბადა 1945 წლის 6 თებერვალს 9 მაილში, სენტ-ენში, იამაიკაზე. ის გაიზარდა დედასთან, სედელა მარლისთან ერთად. ბობი ჯერ კიდევ ბავშვობაში იყო, როცა ფერბურთი და მუსიკა შეუყვარდა. შემდეგ ისინი გადავიდნენ ტრენჩ თაუნში, რომელიც კინგსტონში მდებარე ღარიბი უბანია. კინგსტონი იამაიკის დედაქალაქია. იქ მას მუსიკა კიდევ უფრო შეუყვარდა, მაგრამ გარშემო სხვადასხვა ჟღერადობა და ადგილობრივი მუსიკოსები იყვნენ. 1960-იანი წლების დასაწყისში ბობმა ჯგუფი ჩამოაყალიბა ბონი უეილერთან და პიტერ ტოშთან ერთად. ჯგუფმა რამდენიმე სახელი გამოიცვალა, სანამ საბოლოოდ ცნობილი გახდა როგორც უეილერსი. 1964 წელს იამაიკაში პოპულარული გახდა მათი სიმღერა Simmer Down. ეს იყო ბობ მარლის ერთ-ერთი პირველი დიდი წარმატება მუსიკაში. წლების განმავლობაში მარლის მუსიკაც შეიცვალა. ადგილობრივი იამაიკური ჟღერადობიდან ის უფრო ცნობადი გახდა რეგის სტილით. ეს მუსიკალური სტილი მჭიდროდ არის დაკავშირებული იამაიკასთან. მისი ბევრი სიმღერა სიღარიბეზე, თავისუფლებაზე, თანასწორობაზე, რწმენასა და ერთობაზეა. ამის გამო ის მხოლოდ მომღერალი არ ყოფილა. ბევრი ადამიანისთვის ის ასევე გახდა ჩვეულებრივი ხალხის ხმა, რომლებიც სირთულეებსა და უსამართლობას განიცდიან. 1970-იან წლებში ბობ მარლი და უეილერსი უკვე სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ ცნობილი. მისი აუდიტორია გაიზარდა და გამარტივდა. მან დაიწყო ტურნე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. მარლი ასევე ცნობილია თავისი აქტიურობით. მას უყვარდა სირბილი და ასევე ფეხბურთის თამაში. ამიტომ ბევრი, ვინც მას ხედავდა, ფიქრობდა, რომ ის ძლიერი და ჯანმრთელი იყო. მაგრამ 1967 წელს მისი მარჯვენა ფეხის დიდ თითზე პრობლემა შენიშნეს. თავდაპირველად ეგონათ, რომ ეს დაკავშირებული იყო ფეხბურთში მიღებულ ტრავმასთან. როცა ექიმებმა გამოიკვლეს, გაირკვა, რომ მას ჰქონდა აკრალური ლენტიგინოზური მელანომა. კანის კიბოს იშვიათი სახეობა, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ფრჩხილის ქვეშ ან ტერფის გულზე. ექიმებმა ურჩიეს, რომ ამოეჭრათ დაზიანებული თითი, რათა შეეჩერებინათ კიბოს გავრცელება. მარლი არ დათანხმდა თითის სრულ ამპუტაციას. ამის ნაცვლად მან მხოლოდ დაზიანებული ნაწილის მოცილება აირჩია და გააგრძელა თავისი ცხოვრება და მუსიკალური კარიერა. შემდეგ წლებში ის განაგრძობდა ჩანაწერების გაკეთებას და ტურნეებს. 1980 წლისთვის მარლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეგი არტისტი იყო მსოფლიოში. იმ წლის სექტემბერში მან კონცერტი გამართა Madison Square Garden-ში, ნიუ-იორკში, მაგრამ ამ კონცერტების შემდეგ სერიოზული რამ მოხდა. 21 სექტემბერი 1980 წელს, როდესაც მარლი ცენტრალ პარკში ჯოგინგობდა, ის მოულოდნელად დაეცა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს გამოსაკვლევად. იქ გაიგეს, რომ კიბო, რომელიც პირველად მის ფეხზე აღმოაჩინეს რამდენიმე წლის წინ, უკვე გავრცელებული იყო სხეულის სხვა ნაწილებში, მათ შორის ტვინსა და ფილტვებში. მისი მდგომარეობის მიუხედავად, მარლი მაშინვე არ გაჩერებულა. მხოლოდ 2 დღის შემდეგ, 1980 წლის 23 სექტემბერს, მან კიდევ ერთხელ გამართა კონცერტი პიტსბურგში. იმ ღამით ბევრი ადამიანი, ვინც მას უყურებდა, ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ეს ბობ მარლის უკანასკნელი კონცერტი იქნებოდა. ბობ მარლის უკანასკნელი კონცერტის შემდეგ, 1980 წლის სექტემბერში, ნათელი გახდა, რომ მისი მდგომარეობა უკვე სერიოზული იყო. მაგრამ მოიცადეთ, ცოტა გადაუხვიოთ თემას, რადგან ეს მომენტი მარლის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. არის ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მის ცხოვრებაში, რომელსაც უნდა დაუბრუნდეთ. 1976 წელს იამაიკაზე ძლიერი პოლიტიკური კონფლიქტი იყო. ორი მთავარი პოლიტიკური პარტია, ხალხის ეროვნული პარტია და იამაიკის შრომის პარტია, ერთმანეთს ებრძოდნენ. როდესაც არჩევნები ახლოვდებოდა, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ძალადობა კიდევ უფრო მძაფრდებოდა. ბობ მარლი ძალიან პოპულარული და გავლენიანი იყო, ამიტომ ბევრ ადამიანს სურდა გაეგო, რომელ მხარეს დაუჭერდა ის მხარს. მაგრამ მარლის არ სურდა არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარეს დადგომა. მას სურდა თავისი მუსიკის გამოყენება, ამიტომაც დათანხმდა უფასო Smile Jamaica-ის კონცერტზე გამოსვლას 1976 წლის დეკემბერში. კონცერტი მიზნად ისახავდა იამაიკაში დაძაბულობისა და არეულობის შემცირებას, მაგრამ კონცერტის გამოცხადების შემდეგ მთავრობამ უკვე დანიშნა არჩევნები. ამიტომ ზოგი ფიქრობდა, რომ მარლი მხარს უჭერდა პრემიერ-მინისტრ მაიკლ მენლის PNP-ს. მიუხედავად იმისა, რომ მарлიმ უკვე განაცხადა, რომ მისი კონცერტი არ იყო პოლიტიკური პარტიის ღონისძიება და 2 დღით ადრე კონცერტამდე, როცა მარლი საკუთარ სახლში კინგსტონში რეპეტიციას ატარებდა, მოულოდნელად შეიჭრნენ შეიარაღებული მამაკაცები და სროლა დაიწვეს. მარლი დაიჭრა, ასევე მისი ცოლი რიტა და მისი მენეჯერი დონ ტეილორი. ისინი ყველანი გადარჩნენ. ასევე ვერ დამტკიცდა, ვინ იყო თავდასხმის დამკვეთი. ამიტომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის დადანაშაულება არ შეიძლება როგორც ნამდვილად პასუხისმგებელი. მიუხედავად იმისა, რომ დაჭრილი იყო, მარლი მაინც გამოვიდა Smile Jamaica-ის კონცერტზე 2 დღის შემდეგ. ის დიდი აუდიტორიის წინაშე წარსდგა და ისე იმღერა, როგორც დაპირებული ჰქონდა.
ამის შემდეგ მან იამაიკა დატოვა და დროებით ლონდონში გადავიდა, სადაც მუსიკის შექმნა გააგრძელა. იმის გამო, რომ მარლი თავდასხმის დროს ტყვიით დაიჭრა, მოგვიანებით გაჩნდა ეჭვები, რომ მისი ძველი ჭრილობა შეიძლება დაკავშირებული იყო მის დაცემასთან 1980 წელს. მაგრამ სამედიცინო დასვენებმა უფრო ნათელი ახსნა მისცა ამას. კიბო, რომელიც პირველად 1967 წელს მის ფეხზე აღმოაჩინეს, უკვე მთელ მის სხეულში იყო გავრცელებული. მას შემდეგ, რაც ის ცენტრალ პარკში სირბილისას დაეცა, 1980 წლის სექტემბერში ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მელანომა უკვე მის ტვინში, ფილტვებში და სხეულის სხვა ნაწილებშიც იყო გავრცელებული. როდესაც კიბო ტვინში ვრცელდება, ის შეიძლება გავლენას ახდენდეს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას და გამოიწვიოს სისუსტე, მხედველობის პრობლემები, სხეულის კონტროლის დაკარგვა და კრუნჩხვები. ეს არის უფრო ნათელი მიზეზი იმისა, თუ რატომ დაეცა მარლი სირბილისას. მან ნიუ-იორკში მკურნალობა დაიწყო. მკურნალობაში შედიოდა სხიური თერაპიაც, რათა ზოგიერთი სიმსივნე შეემცირებინათ. მაგრამ მისი კიბო უკვე პროგრესულ სტადიაში იყო და სხეულის ბევრ ნაწილში იყო გავრცელებული. მარლი ასევე ცნობილია მარიხუანის მოწევით, რაც მისი რასტაფარიანული რწმენის ნაწილია. რადგან მას ფილტვებშიც ჰქონდა კიბო, შეიძლება იფიქრონ, რომ დაავადების წყარო მოწევაა. მაგრამ მისი დიაგნოზი აჩვენებს, რომ ფილტვის კიბო მელანომის ნაწილია, რომელიც გავრცელდა. ამიტომ დაავადება, რომელმაც მარლი იმსხვერპლა, ფილტვის კიბოდ არ დაწყებულა. და როცა მკურნალობა გრძელდებოდა, მარლის სხეული დასუსტდა და ვეღარ შეძლო მუსიკალური ტურის გაგრძელება. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან სერიოზული იყო, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ სურდა დანებება. 1980-იანი წლის ბოლოს ის გერმანიაში წავიდა, რათა ეცადა დოქტორ იოზეფ აი ეზელცის მკურნალობა, რომელიც გერმანელი ექიმია და ცნობილია ალტერნატიული კიბოს მკურნალობით. ბავარიაში ეზელცის კლინიკაში მარლის ესპრესო მისცეს. სხვა ექსპერიმენტული მკურნალობებიც ჩაუტარდა, რომელთა მიზანიც იყო მისი სხეულის და იმუნური სისტემის გაძლიერება კიბოს წინააღმდეგ. თუმცა ეს მეთოდები არ არის დამტკიცებული, რომ შეუძლიათ განკურნონ პროგრესული კიბო. მარლი რამდენიმე თვე დარჩა გერმანიაში, მაშინ როცა მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. კაცი, რომელიც ადრე თითქმის ყოველდღე თამაშობდა ფეხბურთს, მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში და ათასობით ადამიანის წინაშე გამოდიოდა, ნელ-ნელა კარგავდა ძალას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მისი სხეული უკვე სუსტია, ის მაინც ცდილობს დაავადებასთან ბრძოლას. ამ ეტაპზე კითხვა აღარ არის, დაბრუნდება თუ არა ის მალე სცენაზე. უფრო დიდი კითხვა ის არის, შესაძლებელია თუ არა კიბოს შეჩერება, რომელიც უკვე გავრცელდა მისი სხეულის მნიშვნელოვან ნაწილებში. 1991 წლის 6 თებერვალს ბობ მარლი უკვე 36 წლის იყო. ის ჯერ კიდევ გერმანიაშია და განაგრძობს მკურნალობას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე თვე ამკურნალობენ, მისი კიბო მაინც უარესდება. მასზე კიდევ სადეს სხვადასხვა ალტერნატიული მკურნალობა, მათ შორის ოზონის თერაპია. მაგრამ არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ოზონი კიბოს განკურნებას შეძლებს. კვირების გასვლასთან ერთად მარლი კიდევ უფრო დასუსტდა. 1991 წლის მაისში მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო იამაიკაში, რომ ოჯახთან ერთად ყოფილიყო. მაგრამ თვითმფრინავით მგზავრობისას მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მათ მაიამიში, ფლორიდაში მოუწიათ გაჩერება, სანამ იამაიკაში ჩასვლას შეძლებდნენ. მარლი Cedars of Lebanon-ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმ მომენტისთვის კიბო უკვე ფართოდ იყო გავრცელებული მის სხეულში და მკურნალობა ვეღარ აჩერებდა დაავადებას. 1991 წლის 11 მაისს ბობ მარლი მაიამიში გარდაიცვალა. ის მხოლოდ 36 წლის იყო. მისი გარდაცვალების მთავარი მიზეზი გახდა მელანომა, რომელიც მის სხეულის მნიშვნელოვან ნაწილებში გავრცელდა. მისი გარდაცვალებიდან 10 დღის შემდეგ იამაიკის მთავრობამ მას სახელმწიფო დაკრძალვა მოუწყო. ათასობით ადამიანი დაესწრო, რათა ბოლო პატივი მიეგოთ მისთვის. დასწრებოდნენ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ლიდერებიც, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ედვარდ სიგა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაიკლ მენლი. ბობ მარლი დაკრძალეს 9 მაილში, იამაიკაზე, იმ ადგილას, სადაც ის დაიბადა. გარდაცვალებამდე იამაიკა მას ღირსების ორდენი მიანიჭა ქვეყნის კულტურაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო სხვადასხვა შეთქმულების თეორიების გავრცელება, მისი კიბოს ნამდვილი მიზეზის შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამბავი ისაა, რომ თითქოს მას მისცეს ფეხსაცმელი, რომელშიც დამალული იყო რაღაც, რამაც ფეხში უჩხვრიტა და კიბო გამოიწვია. არსებობს ამბის ვერსიებიც, რომლებიც ამას უკავშირებენ CIA-ს, მარლის პოლიტიკური გავლენის გამო. მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ ამბავს ამყარებს. მარლის მელანომა არის ცნობილი სამედიცინო მდგომარეობა, რომელსაც აკრალური ლენტიგინოზური მელანომა ეწოდება. ეს შეიძლება გაიზარდოს ფრჩხილის ქვეშ, ხელის გულზე ან ტერფზე. არ არის საჭირო იყოს შხამი, ჭრილობა ან საიდუმლო თავდასხმა, რომ ეს განვითარდეს. ასეთი მელანომა იშვიათია. მაგრამ ეს მელანომის ის ტიპია, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება მუქანიან ადამიანებში, ვიდრე მელანომის სხვა ტიპები.
ამიტომ ბობ მარლის გარდაცვალების უფრო ნათელი ახსნა სამედიცინოა და არა შეთქმულება. კიბო, რომელიც პირველად მის დიდზე აღმოაჩინეს, მოგვიანებით გავრცელდა სხეულის სხვა ნაწილებში. ასევე არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ თქვათ, უბრალო ფეხბურთის ტრავმა იყო მიზეზი. უფრო სავარაუდოა, რომ სწორედ ტრავმამ გამოავლინა პრობლემა თითზე. ეს არ ყოფილა მელანომის წარმოქმნის მიზეზი. ასევე არ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ მარლი აუცილებლად გადარჩებოდა თუ ამპუტაციას დათანხმდებოდა. დაზიანებული ნაწილის უფრო ფართო ამოღება იმ დროს ერთ-ერთი რეკომენდებული მკურნალობის მეთოდი იყო მისთვის. მაგრამ არ არსებობს გზა, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა შედეგი იქნებოდა სხვა მკურნალობა რომ აერჩია. ეხლათი უკვე ვიცით, რა დაემართა ბობ მარლის. ეხლა კი ვისაუბროთ, რამდენად ძლიერი იყო მისი გავლენა და როგორ დაეხმარა მისი სიმღერები ბევრ ადამიანს თვალის გახელაში. რადგან ბობ მარლი მხოლოდ მომღერალი არ იყო. მან მუსიკა გამოიყენა იმისთვის, რომ ესაუბრა სიღარიბეზე, რასიზმზე, თავისუფლებაზე, მშვიდობაზე, ერთობაზე და ჩვეულებრივი ადამიანების უფლებებზე. და რადგან მისი წერის სტილი მარტივი იყო, მისი გზავნილი ადვილად გასაგები იყო, თუნდაც პოლიტიკა არ გაინტერესებდეს. 1970-იანი წლების დასაწყისში რეგი უკვე ცნობილი იყო იამაიკაში, მაგრამ სხვა ქვეყნებში ის ჯერ კიდევ ასე პოპულარული არ იყო. ერთ-ერთი ალბომი, რომელმაც ამაში ცვლილება შეიტანა, იყო Catch a Fire, რომელიც 1973 წელს გამოვიდა. ალბომმა ხელი შეუწყო ბობ მარლი და უეილერსის გაცნობას უფრო ფართო აუდიტორიისთვის ევროპასა და ამერიკაში. აქ არსებული ბევრი სიმღერა ეხება ჩვეულებრივი იამაიკელების ცხოვრებასა და სირთულეებს. ამიტომ როცა მსოფლიო რეგიეს ეცნობოდა, ისინი ასევე იგებდნენ იამაიკაში ბევრი ადამიანის რეალურ მდგომარეობას. შემდეგ გამოვიდა ალბომი Burning, მასში შედის Get Up და Stand Up, რომელიც ბობ მარლიმ და პიტერ ტოშმა შექმნეს. სიმღერის გზავნილი მარტივია. ნუ შეეგუები ჩაგურას და ისწავლე შენი უფლებების დაცვა. რადგან გზავნილი ადვილად გასაგებია, ეს სიმღერა სხვადასხვა ადგილას ცნობილი გახდა როგორც სიმღერა უფლებებზე და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ალბომში ასევე შედის სიმღერა I Shot the Sheriff. სიმღერის ისტორიაში არის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ შერიფი მოკლა თავის დასაცავად, მაგრამ ის უარყოფს, რომ მოეკლა მოადგილე. ერთ-ერთი იდეა, რომელიც აქ ჩანს, არის კითხვა, ყოველთვის მართალია თუ არა იმ ადამიანების ვერსია, ვისაც აქვს ავტორიტეტი. როცა ერიკ კლაპტონმა 1974 წელს საკუთარი ვერსია შექმნა და ეს სიმღერა შეერთებულ შტატებში ნომერ 1 ჰიტად იქცა, ბევრმა ადამიანმა ბობ მარლის მუსიკა გაიცნო. ეს დიდი დახმარება იყო იმისთვის, რომ რეგი უფრო ფართო საერთაშორისო აუდიტორიამდე მისულიყო. ალბომში Naughty Dread გამოვიდა სიმღერა No Woman No Cry. ეს უბრალო სიმღერა არ არის. ეს ურთიერთობაზეა, სადაც ბობ მარლი იხსენებს რთულ ცხოვრებას Trench Town-ში. მას ახსენდება დრო, როცა ფული არ ყოფნიდათ, მაგრამ ხალხი ერთმანეთს ეხმარებოდა. მისი მთავარი გზავნილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ახლა რთულია, მაინც არსებობს იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამიტომ ბევრი ჩვეულებრივი ადამიანი ადვილად აიგივებდა თავს ამ სიმღერასთან. 1977 წელს მარლიმ გამოუშვა ალბომი Exodus. მისი დიდი ნაწილი მან ლონდონში შექმნა, მას შემდეგ რაც დროებით იამაიკა დატოვა. სიტყვა Exodus-ი აღნიშნავს რთული მდგომარეობიდან ახალ მიმართულებაში გადასვლას. ამ სიტყვას მარლი სულიერი მნიშვნელობითაც აღიქვამდა, რადგან ის დაკავშირებულია მის რასტაფარიან ურწმენასთან. სიმღერაში Exodus-ი ხალხს მოუწოდებენ იმოქმედონ და არ დარჩნენ ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ზღუდავს მათ თავისუფლებას. ამ ალბომში ასევე შედის One Love-იც. მისი გზავნილი ძალიან მარტივია. უკეთესია, ადამიანები გაერთიანდნენ, ვიდრე იჩხუბონ განსხვავებების გამო. ამიტომაც გახდა ეს მარლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა, მშვიდობასა და ერთობაზე. Exodus-ში ყველა სიმღერა პოლიტიკურ თემაზე არ არის. არის სიმღერებიც სიყვარულზე და პირად ცხოვრებაზე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დაეხმარა მარლის უფრო ფართო აუდიტორიის მოზიდვაში. არიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მის საზოგადოებრივ გზავნილებში. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც უბრალოდ რეგის და სასიყვარულო სიმღერების მოსმენა უყვართ. 1978 წელს იამაიკაზე გამოჩნდა, რამდენად ძლიერი იყო მარლის გავლენა. ის დაბრუნდა One Love Peace კონცერტზე, მაშინ როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ ღრმა პოლიტიკური კონფლიქტი იყო. კონცერტის დროს მან სცენაზე მოიწვია პრემიერ-მინისტრი მაიკლ მანლი და ოპოზიციის ლიდერი ედვარდ სიაგა. მარლიმ მათი ხელები ერთმანეთს შეერთა დიდ აუდიტორიის წინაშე. ამან არ დაასრულა პოლიტიკური ძალადობა იამაიკაზე, მაგრამ ეს გახდა ძლიერი სიმბოლო მშვიდობისთვის. მან ასევე აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა სამთავრობო პოზიცია, შეეძლო თავისი პოპულარობის გამოყენება ორი განსხვავებული მხარისთვის გზავნილის გადასაცემად. როდესაც მისი გავლენა იზრდებოდა, მარლი უფრო მეტად დაინტერესდა აფრიკაში მიმდინარე მოვლენებით. 1979 წელს მან გამოუშვა ალბომი Survival. ეს იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ალბომი. მისი მთავარი თემა იყო აფრიკის ერთიანობა, თავისუფლება და კოლონიზმისა და ჩაგვრისგან გათავისუფლება.
ალბომის ხდაც ის სავსე იყო აფრიკის ქვეყნების დროშებით. მარლიისთვის მნიშვნელოვანია, რომ აფრიკული ფესვების მქონე ხალხმა იცოდეს თავისი ისტორია და იამაყოს თავისი იდენტობით. ალბომის ერთ-ერთი სიმღერა Africa Unite. მისი გზავნილი პირდაპირია. აფრიკის ხალხმა და ქვეყნებმა უნდა გაერთიანდნენ. მარლიისთვის თავისუფლებისა და პროგრესის მიღწევა უფრო რთულია, თუ ხალხი კვალ დაყოფილია. აქ ასევე შედის ზიმბაბვე, სიმღერა, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის იმ ქვეყნისა, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც როდეზია. როდესაც ზიმბაბვე დამოუკიდებელი გახდა 1980 წლის აპრილში, მარლი და მისი ბენდი ოფიციალურ დღესასწაულზე დაუპატიჟეს დასაკრავად. ეს დიდი მნიშვნელობის იყო, რადგან თავისუფლებაზე დაწერილი სიმღერა მან თავად შეასრულა მაშინ, როცა ქვეყანა დამოუკიდებლობას ზეიმობდა. Survival-ში ასევე შეხვდებით Ambush in the Nights. სიმღერა მჭიდროდ არის დაკავშირებული მარლის მიერ 1976 წელს გადატანილ სროლასთან, მაგრამ ეს სიმღერა მხოლოდ თავდასხმაზე არ არის. აქ ასევე საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკამ და პროპაგანდამ ადამიანების манипуლირება მოახდინოს და ჩვეულებრივი მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპიროს. 1980 წელს მარლიმ გამოუშვა ალბომი Uprising, რომელიც მისი სიცოცხლის განმავლობაში ბოლო სტუდიური ალბომი იყო. მისი ზოგიერთი ნაწილი უფრო პირადული და სულიერია. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სიმღერაა Redemption Song. თითქმის მხოლოდ ხმა და აკუსტიკური გიტარა ისმის, მაგრამ მისი გზავნილი ძალიან ძლიერია. სიმღერა გონების თავისუფლებაზეა. მისი აზრი ისაა, რომ მხოლოდ სხეულის თავისუფლება საკმარისი არ არის. საჭიროა ისწავლო დამოუკიდებლად ფიქრი. და არ უნდა დაუშვა, რომ შიშმა ან ცდარმა რწმენამ აკონტროლოს შენი გონება. ასევე არის Could You Be Loved, რომელიც უფრო ენერგიულია და საცეკვაოდაც ადვილი, მაგრამ ამ მხიარული მელოდიის უკან იმალება მესიკი, რომელიც ეხება საკუთარ თავთან ედგულებას და იმას, რომ არ უნდა მისცეს სხვებს უფლება შექცვალონ მხოლოდ იმისთვის, რომ მიგიღონ. ასევე არის Three Little Birds, რომელიც მისი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი სიმღერა იმედის შესახებ, მისი მესიჯია, რომ არ მისცე პრობლემებსა და შიშს უფლება დაგძლიონ, რადგან ყველა რთული პერიოდი მუდმივი არ არის. ამიტომ დღემდე ბევრი ადამიანი ამ სიმღერას ნუგეშის მონცემად იყენებს. ასევე მარლის აქვს სიმღერები, რომლებიც პირდაპირ რასიზმს ეხება. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია War. მისი ტექსტი ეფუძნება ეთიოპიის იმპერატორ ჰაილე სელასის სიტყვას. მთავარი გზავნილი ისაა, რომ ნამდვილი მშვიდობა არ იქნება, სანამ ადამიანებს სხვებზე მაღლა ან დაბლა აფასებენ მხოლოდ კანის ფერის გამო. იმ დროს, როცა რასობრივი დისკრიმინაცია ბევრ ქვეყანაში ძლიერად იყო გავრცელებული, ასეთი გზავნილი იამაიკელი არტისტისგან, რომელსაც უკვე მთელი მსოფლიო უსმენდა, ძალიან ძლიერი იყო. აქ ჩანს, რატომაც იყო ბობ მარლის გავლენა განსხვავებული. ის მუსიკას მხოლოდ იმისთვის არ იყენებდა, რომ ხალხისთვის ეთქვა რა უნდა ეფიქრათ. ხშირად ის მას იყენებდა კითხვების დასასმელად. რატომ არსებობს რასიზმი? რატომ არიან ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება არ აქვთ? რატომ არის ზოგი უკიდურესად ღარიბი, მაშინ როცა სხვები უკიდურესად დიდრები არიან? რატომ ადვილად ჩხუბობენ ადამიანები პოლიტიკის გამო? და რატომ ვაძლებ ხოლმე სხვებს უფლებას გადაწყვიტონ რას უნდა ვენდოთ ჩვენ? როდესაც სიმღერა გაფიქრებინებს იმ საკითხებზე, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდი, ის უბრალოდ გართობას ცდება. და ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამაა, რაც მარლიმ გააკეთა. მან რეგი გამოიყენა როგორც გზა, რომ რთული თემები მარტივად მიეწოდებინა. ბობ მარლი არ არის რეგის შემქმნელი. ბევრი იამაიკელი მუსიკოსი უკრავდა მას მანამდე, სანამ ის გამოჩნდებოდა, მაგრამ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც რეგი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. როცა ის პოპულარული მისი კონცერტებისა და ალბომების საშუალებით რეგი ევროპაში, ამერიკაში, აფრიკასა და მოგვიანებით თითქმის მსოფლიოს ყველა კუთხეში გავრცელდა. რეგიმ ასევე გავლენა მოახდინა სხვა მუსიკაზე, როგორიცაა როკი, პანკი, ჰიპ-ჰოპი და პოპი. ბევრმა მომდევნო თაობის არტისტმა შთაგონება მიიღო მარლის ხმოვანებისა და გზავნილისგან, მაგრამ მან მხოლოდ მუსიკალურ ინდუსტრიაზე არ მოახდინა გავლენა. მან ასევე შეუწყო ხელი იმაში, რომ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდა ინტერესი კოლონიზმის ისტორიის, აფრიკის დამოუკიდებლობის, რასიზმისა და იამაიკაზე არსებული პოლიტიკური კონფლიქტების მიმართ. არსებობენ მსმენელები, რომლებმაც პირველად ზიმბაბვეს შესახებ მისი სიმღერის საშუალებით გაიგეს. არიან ადამიანები, რომლებიც პირველად დაინტერესდნენ რასტაფარიანული რწმენებით მისი მუსიკის წყალობით. და არიან ადამიანები, რომლებმაც რასობრივი უთანასწორობის შესახებ კითხვების დასმა დაიწყეს, იმ გზავნილების გამო, რაც მოისმინეს. ამიტომ ბობ მარლის გავლენის ნამდვილი ძალა მხოლოდ გაყიდული ალბომების რაოდენობით არ იზომება. ეს უფრო ჩანს იმაში, თუ რამდენ ადამიანს მიაღწია მისმა იდეებმა. ადამიანმა შეიძლება თავიდან მოусმინოს, რადგან მას რეგის რიტმი მოსწონს, მაგრამ შემდეგ შეიძლება შეამჩნიოს, რომ სიმღერა თავისუფლებაზე, რასიზმზე, სიღარიბესა თუ მშვიდობაზე.
ასე მუსიკა ხიდად იქცევა, რომ სერიოზული პრობლემა აუხსნას ადამიანს, რომელიც შეიძლება არც უყურებს გრძელ პოლიტიკურ გამოსვლებს და არც კითხულობს ამაზე წიგნებს. და ეს არის მიზეზი, რატომაც ბობ მარლის მუსიკა დღემდე აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე დიდი ხანია აღარ არის ცოცხალი. დრო შეიცვალა, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს რასიზმი, ომი, სიღარიბე, დისკრიმინაცია და პოლიტიკური დაყოფა. ამიტომაც ახალი თაობაც კარგად იგებს მის სიმღერებში არსებულ მრავალ გზავნილს. ბობ მარლის ცხოვრება საკმაოდ მოკლე იყო. მაგრამ ამ მოკლე დროში მან შეძლო რეგის იამაიკიდან საერთაშორისო ბაზარზე გატანა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მან აჩვენა, რომ მუსიკა შეიძლება გამოიყენო არა მხოლოდ გასართობად, არამედ ასახსნელად, კითხვების დასასმელად და ძალის მისაცემად. ის პრეზიდენტი ან მთავრობის ლიდერი არ ყოფილა. მას არ ყავდა საკუთარი არმია და არ ეკავა პოლიტიკური თანამდებობა. მაგრამ თავისი ხმითა და სიმღერებით მან მილიონობით ადამიანს მიაწოდა გზავნილი მშვიდობის, თავისუფლების, თანასწორობისა და ერთიანობის შესახებ. და სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომაც დღესაც კი მსოფლიო მხოლოდ ბობ მარლის სახელს არ იხსენებს. არამედ ცოცხალია ის იდეები, რომლებიც მან თავის მუსიკაში ჩადო.